მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, დღეს შემოვედი ასეთი თემით. აი ესე მითხრეს ნაკადიდან სამყარომ, აი სასწრაფოდ სიახლეა, რაღაცა სიახლეა ნამდვილად. და რა მოიჩქარის შენსკენ, აბა ვნახოთ, აბა ამ სასწრაფოდ რა მოიჩქარის. ვაუ. იცით რა არის, თქვენ აქ ეხლა მე შეიძლება მიყურებთ ძლიერი ადამიანი, რომელიც მამაკაცთან ჰქონდათ კონფლიქტი, ეს კონფლიქტი დარეგულირდა, ან დარეგულირდება სასწრაფოდ ჩქარა, იყო ესე იგი უსიამოვნო ცოტა სიტუაცია, ავადმყოფური ურთიერთობა, ავადმყოფური თემები იყო და რაც დაგაკარგინეს თქვენ საქმიანობაში, თქვენს ურთიერთობაში, ზოგი ასწავლით, ზოგი სწავლობთ, ზოგი ორატორია, ანუ ხალხში, ზოგი ბებია ხართ, ხო? ზოგი ბაბუა და აი როგორ იცით, მარტო დაგტოვეს. ეს იყო ვიღაცის ჩაფიქრებული სურვილი, იმიტომ რომ თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ, ასევე ვერხოვნная жрица ახლა მინდა გითხრათ, რომ ტაროზე გათვალიერებენ ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ დღე, აი ასე გათვალიერებენ და მამაკაცი გათვალიერებთ, ქალბატონიც გათვალიერებთ, ეს არის მამაკაცის ინტერესიდან გამომდინარე, როგორ მიგდით ცხოვრება ოჯახში, ახლობლებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, თუ ხართ ბედნიერი, მის გარეშე, აი ესეთი თემაც არის. რა მოიჩქარის, ეს სიტუაცია გამოსწორდება, იცით? და ვისაც სურვილი გააქვთ, რომ მიიღოთ ეს მამაკაცი, გოგოებო, თქვენ და მამაკაცებო, ეს ახლა აი ეს სიტუაცია გოგოებს ეხებათ, რომ მიიღოთ ეს მამაკაცი, ხო? აქ ჰაერის ნიშანიც არის, აქ ფიქსირდება კიდე თეთრი ხალათით, იცით როგორ შეიძლება იყოს ასევე სამხედრო ან პატრული, აი ესეთი იარაღებს მეუბნებიან, იარაღებთან დაკავშირებული, ან მეტალზე, აი ხო, აი ესეთი რაღაცას მეუბნებიან, შეიძლება მანქანებზე, ნაწილებზე მუშაობს, აი ესეთ თემას მეუბნებიან, შეიძლება თქვენი შვილი როგორ შეიძლება იყოს შვილიც, მაგრამ 40 წელს გადაცილებული მამაკაცი რა, ასე ვთქვათ. აქ არის უკვე, იცით რა არის, გამოჩნდება ის თემა, ეს ხალხი, ვინც ესე იგი შეაბრუნეს თქვენს ზურგს უკან, თქვენზე ცუდ საუბრობდნენ, ყველანაირად განეგატივებდნენ, ხო? ეხლა მასკებს ჩამოიხსნიან ეს ხალხი და რა არის, იცით, თქვენს დასახმარებლად მოვლენ, თქვენსკენ შემობრუნდებიან, თქვენ შედიხართ ძალაში, მიხვდით, ხო? აქ მამაკაცის პოტენციაზეც იყო, პოტენციაზეც და პოტენციალზეც, მიხვდით, ხო? სხვადასხვა რაღაცაა. მოიჩქარის წინ გადადგმული ნაბიჯები, ისევ მოგისმენენ, ისევ ჟღურტული, ისევ გახარება, ნახეთ, მეკითხებიან ხოლმე, ნინია, ამ 3 დღეში, ამ დღიდან, იცით რა არის, მე სამყაროს ზემოთ არ ვზივარ და ზოგთან როგორ რეზონირდება, ზოგთან როგორ რეზონირდება, მაგრამ რახან ამოვიდა ეს თემა, ეს აუცილებლად უნდა მოგესმინათ, თუნდაც 10 ადამიანს, მიხვდით, ხო? იმიტომ დამსვეს ახლა მე ჩემი საქმე მქონდა და აუცილებლად უნდა ჩამეწერა ეს მოკლე მეტრაჟიანი, ასე ვთქვათ, შვილიშვილებთან შეხვედრა, კოლეგებთან შეხვედრა, აქ არის კიდე რომ აი განახლებული ურთიერთობები, განახლებული სიტუაციები, მიხვდით, ხო? განაცვალე, ჰარმონია მოიჩქარის ოჯახში, ქორწილი მოიჩქარის, ხელის მოწერა
ჯვრის დაწერა მოიჩქარის, აი რა თქმა უნდა, ვინც ახლა წმენდებს იკეთებთ ჩემ არხზე, მანდ უფრო დაჩქარდება. ხალხი გახარებულია, ბედნიერება მოიჩქარის სასწრაფოდ, მარტო აღარ იქნებით, გადადგავთ ნაბიჯებს, ფეხები ვისაც გაწუხებდათ, გამოგისწორდათ უკვე და კიდე გეუნებიან, რომ კიდე წმენდები გაიკეთეთო. კოჭებთან, მუხლებთან, მენჯებთან, წელის დაბლა წელის არეში, მხრებთან, იცით რა არის სამართლიანად თქვენ გამოდიხართ სიტუაციიდან, აი ეს ყველაფერი, აი ეს რაც დაკარგული გქონდათ, ხო, გოგოებო, ბიჭებო, ხო, აი ეს რაც დაკარგული გქონდათ, სიძლიერეში შედის ეს ყველაფერი, მეფე კვერთხები ნახეთ, როგორი ძლიერი პიროვნება მოდის, მამაკაცებო, თქვენთანაც ძლიერდება ეს სიტუაცია, თუ კი რამე კონტრაში იყავით და არ გამოგდიოდათ და აი აქეთეცი, იქითეცი, აი რო ქართულად რო ვთქვათ, ხო, აი არაფერი არ გამოგდიოდათ, ეხლა თქვენ, ესე იგი, თქვენივე თავზე კარონა, მეფის კარონა დაიხურავთ, ჯანმრთელობა მიგდით წინ, ან თქვენს მამაკაცს ოჯახში მყოფს, შვილს, გოგონებო და გააკეთებთ იმ ნაბიჯებს, გადადგავთ, რაც დაკარგეთ, მიხვდით, ხო? აი ეს მოიჩქარეს, სიძლიერე მოიჩქარეს, გოგოებო, დაგეხმარებათ პიროვნება, მამაკაცი მოდის თქვენთან, მამაკაცი არ გამოვრიცხავრო, ახალი მამაკაციც იყოს, სამართლიანად დაისჯებიან, თქვენ ნახე მზე გაქვთ, ანგელოზები, ნახეთ და თქვენი მტრები, ხო? უკვე განადგურებულები არიან, უკვე მასში არიან, რა ქვია, ცეცხლში იწვიან თქვენი მტრები. თქვენ კიდე გადიხართ, ესე იგი, სულიერად ამაღლებაში შედიხართ და ახალ ნაბიჯებს დგავთ. თან უკვე ფინანსურ მხარეზე რო გიტევდნენ, ფინანსურ მხარეზე, ჯანმრთელობაზე, ფინანსურ მხარეზე, ამ თანხებს ჯანმრთელობაზე ხარჯავდით ზოგი, ხო? აუცილებლად იქნება წინ წასული ნაბიჯები, სამყარო თქვენთან არის. აბა რა მოისწრაფის კიდე რა თქვენს ცხოვრებაში, რა მოიჩქარის, რა სიახლეა. ნუ იცით რა არის? ეს ყველაფერი, თავის ტკივილები, ეს ჩასახლებული არსებები, ეს ყველა აი თავის აზრს რო გახვევდათ, გინდ ოჯახში, გინდ ოჯახს გარეთ, ხო? ფინანსებს არასწორად ხარჯავდით, ფული გაასესხეთ, აღარ გაძლევდნენ, ხო ხდებით არა? აუცილებლად, ეხლა თუ სპინტაკლი ნახეთ, რამდენი გასაღებები გაქვთ, გექნებათ რამოდენიმე არჩევანი, სამყარო გაძლევთ, გასაჩუქრებთ რამოდენიმე არჩევანს, გოგოებო, ბიჭებო, თქვენც, აქ ნახეთ ქორწილია პირდაპირ, ძალიან მალე, კი, შეხვედრა, იდილია ოჯახში, გახარება, ის რაც დაგაკარგინეს მტრებმა, ხო, აუცილებლად და იზოლაციაში ჩაქსვეს, აქ ზოგი ციხეში ჩასვეს, ესეც მეუბნებიან, მიდის, იცით რა არის, ჭიდაობასავით არის რა, შავი და თეთრი ძალების, მაგრამ რა თქმა უნდა, აქეთ 6-იანი პენტაკლი, აქეთ ტუზ პენტაკლი, ხო? ორი აზრი არ არსებობს. რა თქმა უნდა, გამოდის სიტუაცია, რა თქმა უნდა, წინსვლა, აუცილებლად იქნება წინსვლა, გეხმარებათ კიდე ახალ სახლი, ვისაც გინდათ, აი, რა მოისწრაფის ახალი სახლი. ნუ შეიძლება ქირითაც, შეიძლება კრედიტით, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? სახლის შეცვლა, გადასვლა, აუცილებლად იქნება ადგილმდებარეობის გამოცვლა. ნუ ძალიან კარგი. აბა კიდევ ვნახოთ ეს ერთი. ვაუ, ეს გადასარევია, ძალიან მომეწონა მე თვითონ. აბა ვნახოთ ახლა რა მოიჩქარის, მამაკაცი იყო, მამაკაცებო, ეს თქვენ ხართ. თბილი, ზოგს ფლირტი გექნებათ, ზოგს როგორ იცით, აი მოსიყვარულე მამაკაცი მოდის თქვენთან, გოგოებო, დაგასაჩუქრებთ, შეხვედრა გექნებათ. აბა გავაგრძელოთ რა.
სასწრაფოდ რა სიახლეა, რა მოიჩქარის, აბა რა მოიჩქარის, ნახოთ, აბა ჩემო კარგებო, ასევე ეს მე ახლა ჩამზეც უყურებ. აბა რას გვეტყვის? ახლა ფორტუნა ვნახოთ, აბა ფორტუნაზე ისევ მეფე კვერთხები. აჰა, გოგოებო, თქვენსკენ მამაკაცი მოიჩქარის, რა უნდა იცოდეთ, რა სიახლე, ხო? სიახლე არის რომ მამაკაცი, ესე იგი ხო ცხრიანი ხმლები, რვიანი ხმლები, ლოდინის რეჟიმი, უფულობა, აქ დადებული იყო, ჩემო კარგებო, უფულობაზე, ავადმყოფობაზე, დაგდებული ჯადოებია, უყურეთ სხვანაირად, აქ კიდე გამოყენებული იყო პირდაპირ სიღარიბეზეა, რომ პარაში არ იყოთ, თუნდაც მამაკაცთან, თუნდაც მამაკაცებო თქვენ არ იყოთ პარაში, სულ თავის ტკივილები, დემონური შემოტევები, ღამე რომ არ გძინავთ, ხო? ღამე რომ არ გძინავთ. აი ეს ყველაფერი ჩაიფარცხლება და შედიხართ სიძლიერეში. აი ეს ყველაფერი უკან ბრუნდება, უკვე გაბრუნდა. აჰა, კიდე მეფე პენტაკლი. მოკლედ, გოგოებო, თქვენსკენ ისევ მამაკაცი საქმეში დაგეხმარებათ, კალესნიცა გადაადგილება, ისევ ამოვიდა, რომელიც ჩაკეტილი იყო ჯადოებით, ახალი ნულიდან დაიწყებთ, ან განულდება აი ეს სიღარიბე განულდება და ისევ 10-იანი თასები მეორე ტაროზე ვიღებ და ისევ 10-იანი თასები. თქვენს ოჯახში სიმშვიდე დაისადგურებს, სიხარული დაისადგურებს, ვინც ბავშვი ან მამაკაცი ყავთ, ან მამაკაცებო თქვენ ხართ ესე ოჯახსგან წასული, ხო? და გაჩხუბეს, ახლა აქ 9-იანი ხმლები და 8-იანი ხმლები, სხვას და 5-იანი პენტაკლი ახლა სხვას არ იტყვის, ხო? ვინც გაჩხუბეს, ხო? აუცილებლად შერიგდებით, აუცილებლად გადაადგილება, ისევ გზები გაგეხსნებათ, გოგოებო, ბიჭებო, აი ეს ყველაფერი 2-იანი ხმლები, 3-იანი ხმლები, ხო, ვიღაცა ეს აგრესიით, მოკლედ, ტყუილად, იცი რა არის, ეს მტრები, რომლებიც ელოდებოდნენ თქვენს განადგურებას, ხო? ეხლა დიდი გაურკვევლობა აქვს, თავის თავში გაურება აქვთ, ეს წყევლები უკან მიუბრუნდათ, დღემდე ვინც გწყევლიდათ, მე და თქვენ ეგრევე გაბრუნდა უკან, ეს ამოდის რაინდი, ესე იგი ხმლების, ანუ ვიღაცა აგრესორი ყავთ თქვენ, აგრესორი ჩასაფრებული, რომელიც გებრძვით, მიხვდით? მაგრამ ეს კიდე ასე ვიტყვი 9-იან თასებთან ერთად, რომ მენტალს გირევდნენ, მიხვდით, ხო? არ უნდოდათ, რომ ესე იგი თქვენ გაგემარჯვათ, რომ უფალთან ახლოს ყოფილიყავით და აი თქვენი ფიალა გადაივსო და თქვენც ანუ შეტევაზე გადახვედით, რომ აი ვინც იწმინდებით, მიხვდით, ხო? ვინც არა და გაიწმინდეთ, აუცილებლად გაიწმინდეთ. აი ეს მოიჩქარის, უყურეთ როგორ მოიჩქარის. აი კიდე რაინდი ხმლები, რაინდი კვერთხები, ჩქარი ამბები, ეს ახალ ნაბიჯებსაც ნიშნავს, შვილი, შეყვარებული, შვილი, ნუ 9-იანი პენტაკლი, თქვენი ბიზნესი, თქვენი ფული მოიჩქარის, ღმერთო ჩემო, რა კარგად მთავრდება ეს, თქვენი ფული მოიჩქარის, თქვენი შვილი მოიჩქარის, რატომღაც შვილს მეუნებიან, ვინც დიდხანს შვილთან არ ახართ შეხვედრილი, აუცილებლად იქნება მსოფლიო 8-იანი, ასე იგი უსასრულო გზები, ინტერნეტი, სოციუმი, აი ეს ყველაფერი რაც ესე იგი გაჭედილი იყო, ხო? აი ეს ყველაფერი უკან მიუბრუნდათ, აი ამ მტრებს, იდილია 10-იანი თასები, 10-იანი 9-იანი თასები, ესე იგი სამართლიანად დაიჯებიან მტრები და უკვე დაისაჯნენ, უკვე. აი ეს სიახლე მოიჩქარის თქვენსკენ, ნახეთ, აი ეს სიახლე მოიჩქარის და აუცილებლად თქვენს ბიზნესს ისევ სამართლიანად წარმართავთ, თქვენს ფულს უკან დაიბრუნებთ, ვინც კრადნიკები გაგიკეთათ, ჯადოები და ასე შემდეგ და აუცილებლად განხორციელდება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა სამყაროს და კიდე მესამეზე ვნახოთ, აბა რას იტყვის ჩემი ჯადოქრული პენტაგრამა, აბა რას იტყვის, აბა
Greenwich კარტარო, აბა ვნახოთ, რა სიტყვის საბოლოოდ სამყარო რას გვეტყვის? აი ამ სიახლეების მერე როგორ უნდა იყოთ მზად? აბა რაში უნდა იყოთ მზად? ეცით რა არის? თქვენ უნდა გააგრძელოთ თქვენი სიტუაცია, უყურეთ როგორ დაჯდა და აუცილებლად აქ მამაკაციც ამოვიდა, აქ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა, უნდა გააგრძელოთ წმენდები, აქ ჯანმრთელობა აღდგენას ექვემდებარება, მაგრამ ერთ დღეში არაფერი არ ხდება, ისევ გააგრძელეთ თქვენი მუშაობა, არავის არ უსმინოთ, მტრები ჩამოინგრნენ მათი ჩაფიქრებული ცუდი ზრახვები თქვენს მიმართ, ესე იგი უკვე ჩამოეშალათ და უკან გაუბრუნდათ, დაიმსხვრა ნამსხვრევებად დაიმსხვრა თქვენი მაგიური საქმე, ანუ მაგიაა ცხოვრება, ხო? წმენდები აუცილებლად გაიკეთეთ, გააგრძელეთ, ვისაც არა გაქვთ ჩატარებული, აქ მოდის კიდე რაინდი თასები, კარგი ამბავსაც ნიშნავს ეს სამყაროდან, შეიძლება ბიჭიც ამოვიდეს, ახალი ურთიერთობა მოდის აი ამ დამანგრეველი ყველაფერი ტკივილის მერე, რაც წინამდებარე ვილაპარაკე და რა არის, იცით, ეს უფრო კარგ ამბავს ნიშნავს, თქვენივე გამოჯანმრთელება, სიყვარული, გადაადგილება, მანქანის ყიდვა, გაყიდვა, სახლის შეძენა და ასე შემდეგ. კიდე რა არის, იცით, მამაკაცი მოდის, რომელიც დაგეხმარებათ, მამაკაცებო, თქვენთანაც მამაკაცი მოდის, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ფინანსური მხარე სიტუაციის აღდგენაში, ან ფულის დაბანდებაში. აი ეს მამაკაცი დაგეხმარებათ, იცოდეთ. არ გამოვრიცხავ, რომ სამყარო გიგზავნით აი ამას და მტრები უკვე ჩამოშლილი, ჩამონგრეულები და რა ვიცი, ძალიან დაკარგულები არიან, მოკლედ რა. მოკლედ მე აი ასე დროებით, ბოლომდე არ გემშვიდობებით, თქვენთან იყო ნინია, მიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე.